გუმითის ბრძოლიდან 32 წელი გავიდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვეტერანებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ქართული მხარისთვის აფხაზეთის ომში გუმითის ბრძოლის ეპიზოდი ერთ-ერთი წარმატებული სამხედრო მოქმედება იყო. შეტაკება 15-16 მარტს მდინარე გუმისთის სანაპიროს გასწვრივ 8 კილომეტრიან ფრონტზე წარიმართა. შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. ბრძოლაში განსაკუთრებული როლი არტილერიას ჰქონდა. 16 მარტს მოწინააღმდეგენ უკან დაახევა დაიწყო და გუმისთან მთლიანად ქართულმა მხარემ დაიკავა. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა, რომელიც ქართველებმა აწარმოეს მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ და ჩვენი გმირების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენმა არტილერისტებმა უთანასწორო ბრძოლაში ძალიან მაღალ შედეგებს მიაღწიეს და პრაქტიკულად იმ დროისთვის გადაარჩინეს ჩვენი აფხაზეთის მიმართულება მოწინააღმდეგე მხარისთან და ჩვენი მტრისგან. ჩვენმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი სიცოცხლის და თავიანთი ჯანმრთელობის ფასად ამ უთანასწორო ბრძოლაში გადაარჩინეს ათასობით ჩვენი უდანაშაულო თანამოქალაქე. ჩვენი ვალია რომ გვახსოვდნენ ჩვენი არტილერისტები, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. მინდა კიდევ ერთხელ პატივი მივაგო თითეული ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახის წევრების გამოხატულ ხსოვნას, აგრეთვე მათ პატივი მივაგოთ და კიდევ ერთხელ გავიმეორო ერთი რამ, რომ ეს ქვეყანა იქნება ძლიერი, თავისუფალი და რაც მთავარია, იქნება თავისი ქვეყნის ბატონ პატრონი. შემოტევა იყო ქალაქ სოხუმზე 93 წელს. ძალიან დიდი ძალები შემოგვიყვეს, ქალაქის აღება უნდა და 15 მარტს დაიწყო, გაგრძელდა 16 მარტს მიაღწია ფიქსს ამ შემოტევამ და ქართული შეიარაღებული ძალები, ყველა ქვედანაყოფები გაერთიანდა და მოიგერიეს მტერი.